სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა რამდენად ვიაზრებთ ჩვენს წმენას, რომელიც უფალმა გვიწყალობა და მოგცა. საერთოდ რამდენად ვიაზრებთ თუ როგორი სამყარო შექმნა ღმერთმა, როგორია თვითონ, რა გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მისი მსგავსნი ვიყოთ მარადიულ ბედნიერებაში. რამდენად ვიაზრებთ ამას, რამდენად გაცნობიერებული გვაქვს ეს. ის რომ ღმერთი ისაც წამს და იცის და ხდება, რომ ღმერთი დიადია და ცოცხალია ბიბლიური კულტურის ხალხს ყოველ შემთხვევაში ეს ესე წამს ყველას და სამყარო შექმნა და მისი სიდიადის წინაშე ადამიანი გარკვეულ გრძალვას განიცდის თავისთავად ცხადია. ეს ერთი მხარეა. მაგრამ სხვა არის კიდევ ის, რაც მან მოიმოქმედა ჩვენი გადარჩენისათვის. ეს კიდე სხვა რამ არის და განსაკუთრებულად დიდებული. ღმერთი რომ დიადია, ტრანსცენდენტული სამყაროს მიღმიერი, ეს ცოდნაც გარკვეულ ვალდებულებების წინაშე აყენებს, რა თქმა უნდა, ადამიანს. მაგრამ შეუძლებელია, რომ ალბათ ამ ცოდნით, რომელიც თქვათ სხვადასხვა ბიბლიურ კულტურაში არსებობს, მოხდეს ადამიანის იმგვარი მეტამორფოზა, იმგვარი ცვლილება, რომელიც ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი შეიმეცნებს თუ ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის და ადამიანი რა სიმაღლეზე დააყენა. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ღვთის განკაცებაზე, ხშირად და ღვთის განკაცების აუცილებლობაზე და განკაცებული ღმერთის რწმენის აუცილებლობაზე. გვეუბნებია ხოლმე, რომ რა ღმერთს აუცილებელი იყო, რომ ადამიანად მოსულიყო და ეტანჯა. ღმერთი იყო ყოვლისშემძლე, ისე ვერ მიუტევებდა ადამიანს სოდვებს, ისე ვერ გადაარჩენდა, ისე ვერ გამოიხსნიდა. რა თქმა უნდა მიუტევებდა. იმისათვის, რომ ღმერთმა ცოდვები მოგიტევოს, არ არის აუცილებელი, რომ ადამიანად მოვიდეს. მაგრამ ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ადამიანი მარტო მიტევებული არ არის, არამედ გამართლებულია. და როგორ უნდა იყოს ადამიანი გამართლებული, როცა ის ჯერ ადამიანში შევწოდეთ ყველა, არაპიროვნულად, არამედ ბუნებითად დავზიანდით. და მეორე, თითოეული ჩვენგანი მუდამ იქცევა ისე, რომ მას არ შეუძლია იცხოვროს როგორც ღმერთმა. ღმერთივით ვერ ცხოვრობს ადამიანი, აბსოლუტურ სიკეთეში, აბსოლუტურ ზნეობრივ ნორმებში ვერ ცხოვრობს ადამიანი. იმიტომ რომ დაზიანებულია, იმიტომ რომ ეგოიზმი აქვს, იმიტომ რომ პატიმოყვარეობა აქვს, იმიტომ რომ შური აქვს, იმიტომ რომ პიღუტყული მიდრეკილებები აქვს. რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი თავი თუნდაც ერთი წამით წარმოვიდგინოთ ამ ჩამონათვალის გარეშე, ჩვენ ხო ასეთები ვართ. და ამიტომ ჩვენთვის მიტევება არ არის საკმარისი. მოგიტევეს და მერე და შენ შეგიძლია რომ დაიტიო იმ ცხოვრება, ისეთი ცხოვრება, რა ცხოვრებითაც ღმერთი ცხოვრობს. ამიტომაც სხვა რელიგიები ამას არ გთავაზობენ, იგივე ბიბლიური რელიგიები. გთავაზობენ იმას, რაც ბოლომდე იქაც გარკვეული არ არის. ზოგიერთი ბიბლიური რელიგია საერთოდ მარადიულ ცხოვრებაზე ძალიან ბუნდოვნად საუბრობს. ზოგიერთი აკონკრეტებს ზედმეტათაც, მაგრამ რა ვიცი, ადამიანი ძალიან დიდია პოტენციურად, ღვთის ხატი და მსგავსია და შენ თუ მას არ შესთავაზებ, რისთვისაც ადამიანი არის გაჩენილი, მერე 1000 რაღაცას ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. და ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ჩვენ
არა უბრალოდ მოგვიტევეს, არამედ გაგვამართლეს. ეს გამართლება ნიშნავს, რომ ცოდვები აღარ გავს. აი კითხვა ხდება, როგორ უნდა მოხდარიყო ისე, რომ ცოდვები აღარ გქონდეს. თითქოს არ არსებულა. აი ესეთები წავსდგებით ჩვენ სასუფეველოში. როცა ვსაუბრობთ სასუფეველოზე, მარადილ სიცოცხლეზე, ხსნაზე, გადარჩენაზე და ჩვენ როგორ გვესმის ეს? და როგორ ესმით რელიგიურ ადამიანებს ზოგადად და ქრისტიანებს როგორ გვესმის ეს? ღმერთი ადამიანად მოვიდა. ესეც აუტანელია. როგორ შეიძლება ღმერთი ადამიანად მოვიდეს? ის ხო ყოვლის შემძლეა, ყოვლად ძლიერია, ყოვლად ბრძენია. გალაქტიკების სამყარო შემოქმედი და ადამიანად მოვიდა თან ისე, რომ ხელში ჩაგვივარდა და რაც გვინდოდა ის უქენი. მოვკალით, საშნელი შეურაცხყოფი. ეს ხო წარმოუდგენელია ამგვარად მოაზროვნე ადამიანებისათვის. მაგრამ ქრისტიანი იცით რითი განსხვავდება არაქრისტიანისაგან. ქრისტიანი ვით განსხვავდება არაქრისტიანისაგან, რომ ქრისტიანი არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ღმერთს ცნობს არა უბრალოდ ყოვლადძლიერებაში. არამედ ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ღმერთს ცნობს თავდაბლობაში, სიმშვიდეში და გონება მიუწვდომელ თავგანწირულ სიყვარულში. და ვინ იტყვის, რომ ღმერთის ადამიანად მოსვლა არ აკმაყოფილებს აი ამ ღმერთის ამ თვისებებს, უკიდურესი თავდაბლობა, სიმშვიდე და თავგანწირული სიყვარული. სწორედ აი ეს თვისებები გამომჟღავნდა, გამოვლინდა ღმერთი რო ადამიანად მოვიდა. და გამოვლინდა არა თეორიულად, არამედ საქმით, რეალურად. ის თუ ადამიანად არ მოვიდოდა, ადამიანის ბუნებას თუ არ მიიღებდა, ეს ვერ მოხერხდებოდა. არ გამოვიდოდა ეს. და აი ქრისტიანი სწორედ მაშინ ხარ, როდესაც შენ აი ამ უკიდურეს თავდაბლობაში, მორჩილებაში, სიმშვიდეში, გულმოწყალებაში, თავგანწირულ სიყვარულში ცნობ ჭეშმარიტებას, ღმერთს და ცნობ არა განყენებულად, რომ აი ესეთი არის ღმერთი, აჰა ვიცანი, არამედ ამას თვლის შენ ჭეშმარიტებად. და ამას თვლის შენი ცხოვრების კრედოთაც, ესეთები უნდა გავხდეთ, ასეთები უნდა ვიყოთ ჩვენ. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ჩამოვთვლი თავდაბლობა, მორჩილება, სიმშვიდე, გულმოწყალება და თავგანწირული უანგარო სიყვარული, დაცლილი ყოველგვარი ეგოიზმისაგან და პატივმოყვარეობისაგან და ასე შემდეგ. ეს არის ჭეშმარიტება, ესეთია ღმერთი, მისი მსგავსი და ხატნი ვარ. და თუ აქეთკენ არ მივისწრაფით, მაშინ გამოვიგონოთ ჩვენი რელიგია და წარმოვიდგინოთ, რა იქნება 60-ი რო ვიქნებით. აი ამაყი, ეგოისტი, უსიყვარულო, არათავდაბალი. და ასეთი ვარ და ვიგონებ ჩემს 60-ს. სადაც ჩემნაირები იქნებიან, დამერწმუნდეთ, რომ 60 არ არის ჯოჯოხეთი. არ არსებობს ორი ეგოისტი ერთად იყოს და ისინი სულ ბედნიერებაში შევიდნენ. და რაც უფრო მეტად ჩაკეტავ მათ სივრცეში და გასასვლელს აღარ მისცემ. აქე მაინც მოკვდები და წახვალ, ან სხვა ქალაქში გადახვალ და როდესაც სასუფეველში ერთად უნდა ვიყოთ და იქ ვეღარ მოკვდები და ორი ეგოისტი დარჩება, წარმოგიდგენიათ რა მოხდება. დაახლოებით ერთძალ დედამთილი ერთმანეთი რო არ უყვართ და სანამ ოჯახი არ გაიყოფა, მანამდე დახოცავენ ხოლმე ერთმანეთს. აი ეს იქნება. კიდე არ გაიყოფა. ამიტომ ეს ამგვარი წარმოდგენები ჩვენი სასუფეველოზე არის ჯოჯოხეთი. და როცა ადამიანი ამას ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენგან რა მოითხოვება და ისევ მიწიერს ეპოტინება, ამისგან უფალი გვიცავს აი დღესაც სახარებაში. როდესაც 5 პურით და 2 თევზით უამრავი ადამიანი განაძღო და მე იცით რა მოყვება ამას, ხო? დაინახეს, რომ ბიჭო რა კარგია, ესე იგი ვზივარ ჩვენთვის აქ, ტკბილ რაღაცებს ვისმენ და თან ჭამთ, რასაც გვინდა და რამდენსაც გვინდა. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მეფე.
თან გაგვართობს ლაპარაკით, თან გვაჭმევს. შრომა აღარ დაგჭირდება და მოინდომებენ მისი მეფეთ კურთხევას, გახსოვთ, ხო? და აი ეს მდგომარეობა, ანუ განსაკუთრებული პატივს მიაგებენ, რა თქმა უნდა უფალს და რა თქმა უნდა მოწაფეებსაც, იმიტომ რომ უფალი ამრავლებს და მოწაფეების ხელით ურიგდებათ მათ ეს ყველაფერი და აი ეს განსაკუთრებული პატივი იმის გამო კი არა, რომ ღმერთისგან ნიშანი იხილეს, რომ ღმერთია მათთან, ამის გამო კი არა, არამედ შიოდათ და განძღნენ. ანუ მიწიერი სურვილები დაიკმაყოფილეს. აი მიწიერი სურვილების დაკმაყოფილებისათვის მიაგებდნენ პატივს ქრისტეს და მოწაფეებს და ამ საცდურისაგან რომ განერიდებინა, ბოლომდე განრიდება ვერ მოხდა, მერე გახსოვთ ხო, ზღვას შემოუარეს, მერე იქ დახვდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფალს აქვს ცდელობა, რომ ამ საშიშროებისგან რომ განარიდონ, მეხსეულად აიძულა მოწაფეთა შესვლად ნავსა და ესე იგი რომ გალილეის ზღვაში გაუშვერო, იქ აღარ ყოფილიყვნენ და ეს პატივი აღარ მიეღოთ და თვითონ კიდე ავიდა მთაზე, რომ ესე იგი ყოფილიყო ლოცვაში განმარტოებული ყოფილიყო. ანუ მოცილდა, ამით გვაჩვენა, რომ ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს პატივი მიწიერიდან გამომდინარე და უпроსორედ ჩვენ არ უნდა გქონდეს ის დამოკიდებულება ღვთისადმი, რომ აი თუ მიწიერს და ამიკმაყოფილებს, მაშინ მე ის მინდა, ასე თუ მესმის მე ქრისტიანობა, ეს არ არის სწორი და ამის თქმა უნდა და ამით უფალს რომ მოწაფეებსაც არ მისცა მათთან კომუნიკაციის საშუალება და თვითონაც განერიდა. მაგრამ ღმერთი რო ადამიანი მოვიდა, ადამიანის ყოფიერება, მათ შორის სულიერი ცხოვრება, განსაკუთრებულ საფეხურზე ავიდა. და აი განსაკუთრებულ საფეხურზე რო ავიდა, ნახეთ პავლე მოციქული ამის შესახებ როგორ საუბრობს კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. რას ამბობს? ეხო დიდებული სიტყვებია. ღვთის თანაშემწენი ვართ. ესმით, სად ღმერთი და სად ადამიანი. იმის გამო რომ ადამიანად მოვიდა, თანაშემწე რაში? ღმერთს შენ დახმარება რაში ჭირდება? აი რაში უნდა დაეხმაროს ადამიანი ღმერთს? თანაშემწე შენს გადარჩენაში, შენს ღვთისშვილად ფორმირების პროცესში შენი დახმარებაა საჭირო, თანაშემწეობა, იმიტომ რომ ღმერთი ძალას არ დაგატანს. შენი თავისუფალი პიროვნული არჩევანი უნდა გააკეთო, რომელიც უნდა ვლინდებოდეს შენი ცხოვრების წესში. ამას ნიშნავს თანაშემწენი. ასევე ღვთის ნამუშაკებნი და ღვთის აღშენებულნი ხართ, ამბობს. ანუ ღმერთისგან ვართ ის, რაც ვართ. და ჩვენ უნდა გავიაზროთ რა ვართ. და თუ არ ვიცით რა ვართ, შევხედოთ ქრისტეს. რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა, მე უკვე ვიცი, რისკენ მიბიზგებს უფალი, რისი შექმნა უნდა ჩემგან, რა უნდა გამოვიდეს ღმერთის იმ საქმიანობის შემდეგ, რომელიც საქმიანობას ჩემი სრულყოფილებისკენ არის მიმართული. რა შედეგი უნდა დაიდოს? საიდან ვიცი? იმიტომ რომ თვითონ მაჩვენა ამის მაგალითი, როცა ადამიანური ბუნება მიიღო, აი ისეთები უნდა გავხდეთ, როგორიც ქრისტეა. და პავლე მოციქული, როგორც ღმერთის თანაშემწე, ანუ ამ შემთხვევაში ეკლესია, ამ შემთხვევაში პავლე მოციქული კონკრეტულად, მაგრამ პავლე მოციქული განვაზოგადოთ ეკლესია რას აკეთებს? მადლითა მით ღვთისათა მოცემულითა ჩემდა, ეკლესიას ღმერთისგან აქვს მადლი, როგორც პავლე ეკლესიის წარმომადგენელი, ვითარცა ბრძენმა ხუროთ მოძღვარმა. ნახეთ, ღვთაებრივი თვისებები განუკუთვნა საკუთარ თავს. სიბრძნე თავად ღმერთია, ხუროთ მოძღვარი სამყაროს შემოქმედი ადამიანის შემქმნელის და განმაახლებელის ღმერთია, ანუ ხუროთ მოძღვარი და მე ამბობს, ვითარცა ბრძენმა ხუროთ მოძღვარმა, საფუძველი დავდე, ხოლო სხვა იგი აშენებდი. ანუ მე საფუძველი ჩავყარე, სხვები აშენებენ, აქ არის მემკვიდრეობითობა ეკლესიის მოღვაწეობისა, რომელიც არ შეიძლება გაწყდეს. რომ მართლმადიდებელმა იცის, რომ ის რაც მოციქულმა დადო, ის არსად არ გაწყვეტილა. თუ ის გაწყდებოდა, ესე იგი კარგად ვერ დაუდია, ან ღმერთთან ერთად არ დაუდია, ან მადლი არ იყო, თუ როგორ შეიძლება ღვთის საქმე სადმე შეფერხებული იყო და გაწყვეტილი იყო. ეს შეუძლებელია. ამიტომ შეუძლებელია, რომ დღეს არ არსებობდეს სამყაროში ქრისტეს მისტიკური სხეული ეკლესია, რომელიც იგივეა, რაც მოციქულების დროს იყო. შეუძლებელია ეს. და ვისაც
გონება აქვს ეძებოს და იპოვის, რომ ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია. და აი მან ესე იგი პავლე მოციქული თავის თავზე ამბობს და ეს თავისთავად პავლეს კი არ შეუულია. პავლესთან რომ ღმერთია, იმიტომ გამოდის ესე რომ ბრძენი ხუროთმოძღვარი დადო საფუძველი და ეს საფუძველი დადო, იმიტომ რომ სხვებმა აშენონ და დღევანდელ დღემდე ახლაც ამ წუთშიც აქ თქვენ რომ ეზიარებით აქაც შენდება და გრძელდება ეს შენებლობა. ხოლო კაცად-კაცადი ეგრძალენ ვითარძი აშენებს, თხილად იყავით. ანუ ნახეთ, მშენებლები ვინა ვართ? ჩვენა ვართ. თქვენ თითოეული ჩვენგანი არის მაშენებელი. თხილად იყავითო, როგორ აშენებთ? საფუძველი, რამე თუ საფუძველი სხვაი ვერ ვის ხელეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი კი დადებულ არს, რომელ არს იესო ქრისტე. მე გვახსენებს ის საფუძველი, რომელიც დევს, რომელიც თითოეული ჩვენგანი აშენებს, ეს საფუძველი არის ქრისტე. ქრისტეზე ვაშენებთ. რას ნიშნავს ქრისტეზე აშენება? მის ნებაზე, მის სიმართლეზე, არასაკუთარ ნებაზე და საკუთარ სიმართლეზე, არამედ მის ნებაზე და მის სიმართლეზე. და კიდევ ერთხელ, რადგან ეს მუდამ სათქმელია, ყოველდღე შემოდიხართ აღსარებებზე, ხო? ყოველდღე გესაუბრებით. მუდამ და მუდამ, ერთ და იგივე პრობლემა, ყველა ადამიანში. ჩვენი პრობლემების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ არის საკუთარი სიმართლით და საკუთარი ნებით ცხოვრება. მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერი. როგორც მიგვაჩნია და როგორც ხედავთ, აი ეგრე მოქმედებით. არ გამოვიძიებთ ღვთის ნებას. უკეთო ვინმე აშენებდეს საფუძველს ამაზე და მე ჩამონათვალია ვიღაცა ვაშენებთ. ეხლა ქრისტეზე ვაშენებთ, მაგრამ ზოგიერთ სხვადასხვანაირად შენდება. ესე იგი, ოქროსა, ვერცხლსა, ანტრაქთა, პატიოსანთა, ანუ პატიოსანი ძვირფასი თვლები, ძელი, თივა, ლერწამი და კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადდეს. ანუ გამჟღავნდება ვინ როგორ აშენებს. ვინ როგორ აშენებს. რამე თუ დღემან მან, რა დღეა ესა, ჩვენი გარდაცვალების. ან რამე განსაკუთრებული განსაცდელის დროს, როცა გონია რომ რწმენა გაქვს და მოვიდა განსაცდელი და მთელი რწმენა თავზე დაგემხო. მით უმეტეს უფალთან შეხვედრა, უფლის დაბრუნება, საშნელი სამსჯავრო, აი მაშინ და პირდაპირ კონკრეტული გაგებით ეს ის დღეა, როცა უფალი დაბრუნდება. ამას ნიშნავს ეს დღემან მან გამოაცხადოს. და ცეცხლით, ღვთაებრივი ცეცხლით გამოჩნდება, ვინ რითი აშენებს. გესმით? ცეცხლმა გამოცადოს თითოეული ადამიანის საქმე, რომლისა იგი საქმე ეგოს, ანუ ვისი საქმეს დარჩება, ვისი არ დარჩება და შესაბამისი სასყიდელი მიიღოს. ხა გასაგებია, ხო, ჩალით რო აშენებდა, ხით რო აშენების დაიწყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაშენებდეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხს როგორ ვაშენებთ. როგორ გავიგოთ ეს? აქ აქვს ადამიანს სინდისი, აქ აქვს განჟისუნარი, აქ აქვს გონიერება, აქ აქვს სიბრძნე, აქ აქვს მორჩილება, რომელიც ისწავლება ეკლესიაში. და ხშირად გვითქვავს, ახლაც გავიმეორებ, რომ თუ არ დავტოვეთ გარეთ ჩვენი ქრისტიანობამდელ ცხოვრებაში, სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, იქით თუ არ დავტოვეთ ჩვენი ნება, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი პატივმოყვარეობა, აქ შემოვდივართ რა მათით და არ ვებრძვით რა მათ, ვინარჩუნებთ მათ და ეს შენარჩუნებული რაც არის, ავლენს თავს უსიყვარულობაში, უგულისხმოებაში, პრეტენზიულობაში. ერთმანეთის მიმართ მუდამ რაღაც ჭიდაობაში და ერთმანეთის მიმართ მუდამ პრობლემების შექმნაში, ერთმანეთზე არ ზრუნვაში და ასე შემდეგ ეს აუცილებლად თავს ავლენს ყოველივე ამაში. და აი მე ამ გვახსენებს პავლე მოციქული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი, რაც ღმერთის განკაცებას მოყვა. არა უწყითა, რამე თუ ტაძარნი ღვთისანი ხარ და სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენ შორის. ყველაზე, აი შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი ღმერთის ადამიანად მოსვლისა, რომელიც არის 60 ზუსტად.
აი რა არის 64? რა არის 64? ის რომ შენში ღმერთი მკვიდრდება და აქედან იწყება 64. ამიტომაც ღვთის განკაცებას უზარმაზარი ნაყოფი აქვს და ღვთის განკაცების გარეშე ადამიანური ბუნება ვერ იქნებოდა დამტევნელი, რომ თავის თავში ღმერთი მიეღო. და აი ეს ხდება ზუსტად. ამიტომ გვახსენებს არა უწყითა, არ გახსოვთ, არ იცით. თითქოს ესეთი რაღაცა ესეთი კივილიანი ხმა პავლე მოციქულის კორინთელებს, იმიტომ რომ კორინთელებში იქ რაღაც ბევრი პრობლემები იყო ეკლესიაში. არ იცით რომ ღვთის ტაძარნი ხართ და სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენ შორის და გაუფრთხილდით ამ ტაძარს, რომელმან ტაძარი ღვთისა განღწნეს იგიცა ღმერთმა. ტაძარი იგი წმინდა, რომელიც ეგეხართ თქვენ, პავლე მოციქული ხას უსვავს და ამბობს. და იქ ჩვენ ქრისტიანები ასე უყურებთ ჩვენ რწმენას. ერთია ღვთაებრივი სიდიადე და ყოვლის შემძლეობა, რომლის წინაშე ადამიანი გაიაზრებს ღმერთი როგორი და რანაირია და რას დიადია მის წინაშე ბუნებრივია რომ ქედადრეკილი დგას და კრძალვა აქვს თუ გონიერია. იმიტომ რომ დასაბამი სიბრძნისა შიშია ისა, იმიტომ რომ თუ ადამიანი გულარხენი ზერელე დამოკიდებულება ყოვლის შემძლე ღმერთის სიდიადის წინაშე, ეხლა ადამიანს რა ვიცი რა უნდა ელაპარო. ეხლა თლად შეურაცხაც ხოლმე სიკვდილისაც არ ეშინია იმ გაგებით კი არა ქრისტიანული გაგებით, არამედ სხვა გაგებით. ხო, რაღაც არაფრის შიში არ აქვს, მაგალითად, როდესაც ადამიანის რაღაცა პრობლემა აქვს აზროვნების, რაღაც ასეთი ამგვარი, ხო? ან კიდე თქვა ეგზალტირებულია, ესე იგი ბოლომდე ეგზალტირებულია, ან სიმთვრალით ეგზალტირებულია და რაღაც ასე ან რისხანებით ახსავსია. ამ დროს ადამიანი შეიძლება თავგანწირვაზე წავიდეს, თავის ესე იგი გადაეშვას რაღაცა უბედურებაში, მაგრამ ეს არც გმირობაა და არც გონიერებაა და არც სიკეთე არ მოაქვს ამგვარ რამეს, ხო? ეს რაღაც სხვა მოცემულობაა. მაგრამ გონიერ ადამიანს რაღაც შიშები აქვს და როგორ შეიძლება რომ ადამიანს არ ქონდეს გზალვა და შიში ყოვლის შემძლე არსების, მაგრამ ქრისტიანებს გვაქვს სხვანაირი ხედვა. ღმერთი ხო დიადია და მის წინაშე გძალვით ვარ, მაგრამ როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა და ის დიადი გალაქტიკების შემოქმედი ჩვენ წინ რომ დადგა და თვალებში ჩაგვხედა სიყვარულით, რომელიც გვისმენს, რომელიც გვესაუბრება და მის წინაშე ვდგავართ, აი ეს განცდა გალაქტიკების შემოქმედი შენ წინაშე ადამიანური თვალებით რო გიყურებს, ეს იწვევს ქრისტიანში განსაცვიფრებელ გულის აჩვილებასაც და შიშსაც, კრძალვას, იმგვარს, რომ ადამიანს მხოლოდ დუმილიღა შეუულია და ხმასაც ვერ იღებს ამ სიდიადის წინაშე, რომელიცაც ქვია ღვთის თავდაბლობა, თავის დამცრობა, სიმშვიდე, სიმდაბლე, გულმოწყალება და თავგანწირული სიყვარული. მით უმეტეს, როცა ამის ნაყოფად არის რა საიდუმლოებრივად შეერთებული ადამიანად მოსულ ღმერთთან, ზიარების გზით, ანუ ეკლესიის მიერ, ამის ნაყოფად იღებს იმას, რომ ის ღვთაებრივი ენერგია, რომელიც აქვს ღმერთს, რომელიცაც ყოფიერებს ღმერთი, ის ღვთაებრივი ენერგია შენში მკვიდრდება და ამ ენერგიის მიერ თავად ღმერთი მკვიდრდება შენში და შენ ხდები თავად როგორც ქრისტე და შვილი, ნამდვილი შვილი ჭეშმარიტი ღმერთის. აი ეს მდგომარეობაა ქრისტიანს, ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ქრისტიანს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია ქრისტეზე და ის იმგვარად ააშენებს თავის მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც ყველა გამოცდას გაუძლებს ამ ქვეყნიურს თუ გარდაცვალების შემდგომ და აუცილებლად სასუფეველს დაიმკვიდრებს, რომელსაც ქვია ცოცხალი ღმერთი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.